მერე ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადეს ჩემში ძალიან კარგმა ექიმებმა. და ეს ძალიან დიდი ბედნიერება აღმოჩნდა, იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ საქართველოში არ გვაქვს სპეციალიზებული კლინიკა კვებითი აშლილობების. და როცა დღეს ესეთი ეპიდემია მართლა ყოველ მეორეს და განსაკუთრებით ახლა გოგოებს, ბიჭებშიც არის ძალიან გავრცელებული უკვე, იმიტომ რომ რაღაცა კონკრეტული სტანდარტები უცებ ბიჭებშიც გაჩნდა, როცა აქამდე არ ყოფილა. მაგრამ ანუ აი ძირითადი ის გოგოებზე გადის ხო ეს სტანდარტები და ძალიან ყველასთვის ძალიან ის არის ძალიან ყოველ მეორეს აქვს მართლა უკვე კვებითი აშლილობა. გეთანხმება. და ესეთი ფონი როცა არის ქვეყანაში და სოფლიოში საერთოდ არ არის ესე ძალიან ტაბუირებული თემაა ჯერ. ეხლა მე რო გავდიოდი ამ პროცესს, არავინ არ ლაპარაკობდა ამაზე და ძალიან მჭირდებოდა რომ ვიღაცა, თქვა თავის გამოცდილებაზე ლაპარაკობდეს ამ ქვეყანაში და ეს ძალიან მიჭირდა რომ ვინმე არ მყავდა რაღაცა ხელშესახები, ვისაც შემეძლო რომ მიმეწერა, ან მეკითხარ როგორ გაიარა ეს პროცესი და როგორ მივიდა გამოჯანსაღებამდე. და რაღაცა ჩემთვის ეგ იყო მთავარი მიზანი რომ ამაზე აულაპარაკებულიყავი, როცა დავამთავრებდი უკვე ამ გამოჯანმრთელების პროცესს და რეაბილიტაციის პროცესს.